Η προσευχή είναι το έργο ლოცვა ეს არის ღვაწლი და საქმიანობა, რომლითაც ადამიანი დაცემამდე იყო დაკავებული. სამოთხეში მყოფ ადამიანს დაცემამდე მოუკლებელი ლოცვა ჰქონდა. ესე იგი მისი გონება და გული მუდამ უფლისკენ იყო მიმართული. ეს იყო ლოცვითი ურთიერთობა ზეციურ მამასთან. ამიტომაც ადამიანი, რომელიც მუდმივად ცდილობს, რომ მოუკლებელ ლოცვას ჩაუღრმავდეს, შეიძლება ითქვას, რომ იმყოფება ანგელოზებრივ, დაცემამდელ მდგომარეობაში. დაახლოებით ამ მდგომარეობაში წმინდა ანგელოზები იმყოფებიან ახლა. ეს მდგომარეობა მოუკლებელი ხსოვნა უფლისა, მასთან ურთიერთობა საკუთარ გულში და მუდმივი სწრაფო სიყვარულისკენ. ამგვარად ლოცვა არის ადამიანის სულიერი განკურნების წინაპირობაც და შედეგიც. თუმცა საკვირველია ლოცვა სულიერი ცხოვრებისგან ცალკე მდგომი არ არის. ლოცვასთან ერთად სულიერი ცხოვრების სხვა სათნოებებიც მოიაზრება. იმისთვის, რომ ადამიანს სწორად ლოცვა შეეძლოს, აუცილებელია, რომ ის ქრისტეს მცნებებს იცავდეს და ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობდეს. როგორც ვიცით, ლოცვის მრავალი სახეობა არსებობს. ფსალმუნება, სხვადასხვა საკითხავები, საღმრთო ლიტურგიის ლოცვები. ჩამოთვლილთაგან ყველა ლოცვის ფორმაა. უბრალოდ იესოს ლოცვა, როგორც ამას წმინდა მამებთან ვხედავთ, ყველა ქრისტიანისთვის, მათ შორის ერის ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი და უფრო მეტად პრაქტიკული ფორმაა ლოცვისა. ჩვენი მიზანი არის არა რაიმე გარეგნული მეთოდი, არამედ თავად ქრისტე. Αλλά ο Χριστός είναι το ζητούμενο.